საქართველოს პრეზიდენტმა RMG-სგან განსხვავებით ფსონი კულტურულ მემკვიდრეობაზე დადო. ერთკვირიანი ბატალიების შემდეგ თემას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს, საყდრიში სამუშაოები უნდა შეჩერდეს. ამასობაში თემა უკვე გასცდა არქეოლოგიისა და კულტურის საზღვრებს. საყდრიში ოქროს მომპოვებელ მაღაროში სამუშაოები გრძელდება აქციებიც, თანაც თბილისსა და კაზრეთში ერთდროულად. საყდრისის გადარჩენის კომიტეტი სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს, მუშები კი პირიქით გაგრძელებას. ნათია ორველაშვილი გაგვაცნობს საყდრზე მორიგი დღის ქრონიკას. მოგვეცით მუშაობის საშუალება არ გააჩეროთ საწარმო. ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს კაზრეთში RMG Gold-ის თანამშრომლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რადგან ადგილობრივებისთვის ოქროს მაღარო ერთადერთი სამსახური და შემოსავლის წყაროა. ჩვენ სხვაგან წასასვლელი არსა და არა გვაქვს. ერთადერთი ეს საწარმოა კაზრეთში მთლიანად, რომელზეც ვართ ჩვენ დაყრდნობილი და აქედან გვაქვს საარსებო წყარო. ჩვენს უკან არის ოჯახები, შვილები გვყავს, შვილიშვილები გვყავს და გვინდა რომ ვიმუშაოთ. ეს უკვე თბილისია. არქეოლოგიური ობიექტის დაცვის მოთხოვნით აქცია სტუდენტებმა გამართეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი კულტურის სამინისტროსგან იმ დოკუმენტების ბათილად-ცნობა მოითხოვა, რომლითაც ობიექტს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ფულზე, კაპიტალზე, მაგრამ ამ ქვეყანაში დადგეს პროფესიონალების აზრი, არა დაქირავებული ადამიანების და კონტრაქტორი ფირმების აზრი, არამედ რეალური პროფესიონალების აზრი, რომლებიც წლებია იკვლევენ ამ საკითხს. შეიქმნება თუ არა საპარლამენტო კომისია საყდრისი ყაჩაღიანთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მოწოდებას დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამოეხმაურნენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე ადეკვატური ფორმატი არის სწორედ საგამოძიებო კომისია და ამ საგამოძიებო კომისიამ წერტილი უნდა დაუსვას და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა ფარდა აეხადოს ყველა დეტალს, რომელიც არის დაკავშირებული უძველესი კულტურული ძეგლის განადგურებასთან. საყდრისთან დაკავშირებით რაც მოხდა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან არასასახელო რამ, გადაწყვეტილება არ იყო სწორად მიღებული და მე ვფიქრობ, რომ კულტურული ძეგლების მიმართ ჩადენილი იქნა, გადადგმული იქნა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს მომავალში როგორც დანაშაული. საყდრისის დამცველებთან შეხვედრის შემდეგ პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე ობიექტზე ფართო მასშტაბიანი სამუშაო არ უნდა დაწყებულიყო. ყაჩაღიანზე საუბრისას მთავრობა აქცენტს დასაქმების მნიშვნელობაზე აკეთებს. თემას დღეს ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა. დაახლოებით 3000 ადამიანი ყავს ამ კომპანიას დასაქმებული, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ ხელფასს. თუ სამუშაოები კარგად გრძელდება, თავისთავად ეს ადამიანები დარჩებიან მიმუშევრები და ამაზეც, რა თქმა უნდა, საფიქრალია და გადაწყვეტილება არის მისაღები. ყაჩაღიანის ბორცვზე სამუშაო ერთი კვირის წინ განახლდა. ამ დროისათვის მთის ნაწილი დაშლილია. საყდრისის დამცველები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არქეოლოგიურ ობიექტზე მუშაობის შეჩერების მოთხოვნით ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.